გამარჯობა. გუშინ წარუადგინე გზამკვლევი გეგმა როგორ ვაპირებ ვიმუშაო თანამოაზრეებთან ერთად, რომ სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი ქიმიური იარაღისგან დაზიანებული ადამიანებისთვის. აღარ გავიმეორებ, მართლაც ძალიან სერიოზული დანაშაული იქნა ჩადენილი, ბევრი ადამიანი დაზიანდა ფიზიკურად და მათ ჭირდებათ, რომ მიიღონ სამართლიანობა. ამისთვის გამოვაცხადე გეგმა, დავარქვი ქართული ნიურნბერგი, გასაგებია, რატომაც ნიურნბერგი ყველა მიცის, რისთვის არის და როგორ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოში შესაძლებელი იყოს თავისუფლად სუნთქვა. იმ მნიშვნელობით, რომ შესაძლებელი იყოს აზრის გამოხატვა, გაპროტესტება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და იმ სიკეთეებით, რასაც კონსტიტუცია გვაძლევს. ეს ჩემი პროფესიაა, მე ვარ საერთაშორისო სამართლის პროფესორი, ექსპერტი, ვასწავლი და შესაბამისად, რა შესაძლებლობაც მაქვს ცოდნა და კავშირები ვაპირებ, რომ ამ საქმეს მოვახმარო. მზად ვარ, ღია ვარ ყველასთვის, ვისაც აქვს მსგავსი ცოდნა, მონაწილეობა მიიღოს ამ საკითხში, ამ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ საკითხში. გეგმა შედგება 7 მიმართულებისგან. პირველი, ეს არის თანამშრომლობა საერთაშორისო სისხლის სასამართლოსთან, ჰააგის სასამართლოსთან, იმისთვის, რომ მან შეაგროვოს მტკიცებულებები და თუ გადაწყვეტს საჭიროდ, დაიწყოს გამოძიება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. ჯერ კიდევ დეკემბერში შარშან მე ვიცოდი ძალიან კარგად, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ თბილისში ჩადენილი იქნა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ქიმიური იარაღის ამბავი არ ვიცოდი, მაგრამ ფორმები ალყაში ჩაგდება ადამიანების, სწორედ ეს იყო. ჰააგასთან თანამშრომლობა დაბიჯი პირველი. მიმართულება მეორე. მოგვიანებით, როდესაც შესაძლებლობა გვექნება, ჩვენ გავაკეთებთ სპეციალურ პალატას აი აქ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ეს საკითხები გამოიძიოს, ხალხი დასაჯოს, დაზარალებულები გამოავლინოს. სასამართლოში დღეს მოვედი, იმიტომ რომ აქ იკითხებიან სწორედ ხალხი, რომელთაც ამბობენ, რომ ჩვენებას მისცემენ მოსამართლესთან. საქმე იმაშია, რომ სამწუხაროა, რომ ჩვენებას ხალხი არ აძლევს არც სუსში, არც სუსში, ისეთი ვითარებაა შექმნილი და ისეთი უნდობლობაა, რომ ჩვენებას იძლევა მხოლოდ საქართველოს მოქალაქების სასამართლოში. გასაგებია, ნდობა აქაც არ არის, მაგრამ საჯაროობა მეტია. მოსამართლესთან, მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მიცემას. აქ სასამართლოში სხვა მოსამართლეებით, წესიერი მოსამართლეებით უნდა შევქმნათ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სპეციალური პალატა. ესე გაკეთდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ეს მოდელი შეგვიძლია გამოვიღოთ და ამაზე ვიმუშაოთ მანამდე. მესამე, დაზარალებულებმა უნდა შეაგროვონ მტკიცებულებები. თუ იყვნენ ექიმთან მისულები, თუ აქვთ დიაგნოზი, თუ აქვთ რენტგენი, თუ აქვთ ულტრასონოგრაფია, აქვთ ფოტოები, ვიდეოები, როგორ იყვნენ აქციებზე, როგორ დაზიანდნენ, მე ვნახე რამდენიმე ასეთი ფოტო უკვე ტელევიზორშიც გამოქვეყნებული, სოციალურ ქსელშიც, მეგობრებო, შეაგროვეთ. თუ ჩემი მხარდაჭერა გჭირდებათ, მე სიამოვნებით დაგეხმარებით მომწერეთ სოციალურ ქსელში, ჩემ ცოდნას მოვახმარ ამას და სხვა ადამიანებთან ერთად მივიღებ ამაში მონაწილეობას. ეს უნდა შეგროვდეს, იმიტომ რომ მოგვიანებით ეს საქმეები წავა სტრასბურგში, წავა ჰააგაში და შესაბამისად დადგინდება კომპენსაციები, ჩვენ ქართული სახელმწიფო დავადგენთ კომპენსაციებს, ამას წყალი არ გაუვა ერთხელ და სამუდამოდ ბოდიშს უნდა მოუხადოთ და რაღაცნაირად აუნაზღაუროთ დაზარალებულებს ზიანი ამ ძალიან რთული საკითხისთვის. მეოთხე, ეს არის უნივერსალური იურისდიქციაზე მუშაობა. რა არის უნივერსალური იურისდიქცია? როდესაც ვინმე ჩაიდენს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ნებისმიერ მოსამართლეს, ნებისმიერ სახელმწიფოში შეუძლია ის დააკავოს და გაასამართლოს. მაგრამ ამას მუშაობა ჭირდება. სტუდენტებო, დოქტორანტებო, მაგისტრანტებო, დიასპორის წევრებო, თქვენ უნდა მოგვეხმაროთ და გავრცელდეს ინფორმაცია თქვენ სახელმწიფოში, გერმანიაში, დანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ბრაზილიაში, ყველგან, რომ თუ ასეთი ადამიანები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თანამშრომლები, მან მოხვდებიან, კონკრეტულმა ადგილობრივმა სასამართლომ შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ესე მუშაობს საერთაშორისო სამართალი
უნივერსალური იურისდიქცია ქვია ამ ტერმინს. შემდეგი, მეხუთე, გუშინ ვთქვი შუადღეს და ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ქიმიური იარაღის წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც მდებარეობს გააგაში. ფაქტობრივად, მათ საქმეში ამოვყავით ჩვენ თავი ახლა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მე გამიხარდა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსმა მიიღო მხედველობაში და მიმართვა გააგზავნა ამ ორგანიზაციასთან. მე დღეს მოვითხოვე სპეციალური სხდომის შექმნა, სპეციალური სხდომა უნდა მოიწვიონ ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გაკეთებული აქვთ რუსეთზე, გაკეთებული აქვთ სირიაზე და საქართველოსაც უნდა გაკეთდეს. დელეგაცია უნდა ჩამოვიდეს ჩვენთან ექსპერტების და ბევრი რამ უნდა მოხდეს. ჩვენ დე ფაქტო ხელისუფლებასაც შეუძლია ამის გაკეთება, დელეგაციის მოწვევა, მაგრამ აბა, დარჩა ვინმე ჭკვიანი ადამიანი იქ რო. მე-6 გაეროს ყავს სპეციალური მომხსენებელი, სპეციალური ექსპერტი წამების საკითხებზე. ეს ქალბატონი არის ხსენებული BBC-ს კვლევაშიც. მან უკვე იცის ამ საქმის შესახებ და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ის ჩაერთოს. მნიშვნელოვანია მე მივმართავ მას წერილით, როგორც ერთხელ უკვე მივმართე ადრე იანვარში სხვათა შორის და მნიშვნელოვანია რომ სხვებმაც მივმართოთ რომ შევაწუხოთ ეს დაწესებულება. მას ასევე შეუძლია ჩამოვიდეს დაელაპარაკოს დაზარალებულებს და გამოაქვეყნოს შესაბამისი ანგარიში, რომელიც დაგვეხმარება იმისთვის, რომ სამართლიანობა დადგეს დაზარალებულებისათვის. და ბოლოს, სამუშაო ჯგუფი. ჩემო კარგო ხალხო, იურისტებო, ექიმებო, ტოქსიკოლოგებო, კვლევარებო, საქართველოში ცხოვრობთ თუ უცხოეთში სწავლობთ და ცხოვრობთ. ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მე ამას მარტო რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებ. ეს ყველაფერი, ეს საშვილიშვილო საქმე უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. ამისთვის სამუშაო ჯგუფს ვქმნი და თუ გაინტერესებთ, ერთად ვიმუშაოთ ჯგუფის ფარგლებში ამ ძალიან სერიოზულ საკითხზე, ქიმიური იარაღის საკითხზე, მაშინ მე აქ ვარ. ეს არის ჩემი 7 პუნქტიანი გეგმა ქიმიური იარაღის თემაზე, ძალიან სერიოზულ საკითხზე, რომლის დატოვება უყურადღებოდ არ შეიძლება. სიმართლე უნდა დავადგინოთ ამ თემაზე და დაზარალებულებს უნდა მივხედოთ. დროებით.